დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღგვესულებინა სამთო ლიტურგია. ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ. დიდი წმინდა მარხვის პირველ კვირიაგეს, მართლმადიდებლობის ზეიმს. ასევე დღევანდელ დღეს არის დამთხეული დღესასწაული პირველად და მეორედ პოვნა თავის ქალისა, დიდისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ასევე დღევანდელ დღეს არის ერთ-ერთი მოვლენის ხსენება, რომელიც საქართველოს ეკლესიისათვის დიდად მნიშვნელოვანი არის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1990 წელს ისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შრომით, ლოცვით და თანადგომით სინოდის მღვდელმთავართა სამღვდელოთა და სამონაზვნოთა და ერისა საქართველოს ეკლესიამ 1990 წელს მართლმადიდებლობის ზეიმზე, მაშინ 4 მარტს დაემთხვა ეს დღე, მიიღო რწმუნებათა სიგელი მისი ავტოკეფალიის აღიარებისა და ასევე საპატრიარქოს ღირსების ცნობისა. ეს ვინც ეკლესიის ისტორია იცის, ვინც ზოგადად ისტორიაში ჩახედული არის, იცის მან, რომ რა მნიშვნელოვანი რამ არის თვითყოფადობა, ავტოკეფალია. ანუ როდესაც ქვეყანას, როდესაც ჩვენ სამშობლოს შეუძლია გქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია, რა თქმა უნდა ერთი ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის ერთობით, მაგრამ დამოუკიდებელი თავისი შიდა გადაწყვეტილებებით, რომელიც შესაძლებელია მიიღოს და ეგების მისაღებად ადგილობრივ ეკლესიებს. მართლმადიდებლობის ზეიმი. დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა იყო მე-8 საუკუნეს მოვლენა, რომელიც ხატთა თაყვანისცემისა და ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ იყო მიღებული და ძალიან გთხოვთ დღევანდელ დღეს ამ ისტორიას მომაყოლებთ. ეს სავსე არის ინტერნეტ სივრცე და წიგნები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევეცადოთ დღევანდელ დღიდან გამომდინარე ვისაუბროთ მთლიანად მართლმადიდებლობაზე. გახსოვდეთ ერთი რამ, რომ ისე დიდი ზიანი არ მიუყენებია ეკლესიისათვის და მართლმადიდებლობისათვის ზოგადად, როგორ გარემტერს არ მიუყენებია მაგდენის ზიანი, როგორც ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს ეკლესიაში ვართ და არ შევესაბამებით იმ მოწოდებას, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არის, მოკლედ მისაღები. ამიტომ ჩვენ დღეს ვფიქრობთ, მარხვა გავიარეთ ერთი კვირა სინანულის კანონმა, მრავალმა მუხლდრეკამ, მრავალმა ლოცვამ, ღმერთისადმი დაბრუნებამ, ჩვენში უნდა აღძრულიყო ერთი რამე, რომ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ მართლმადიდებლები ვართ. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ სარწმუნოება გვაქვს. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ რწმენის მატარებლები ვართ. ეს ყველაფერი კი ღვთის წყალობა არის. ამიტომ დღევანდელ დღეს მინდა დავსვათ კითხვა, რა არის მართლმადიდებლობა და მოდი შევეცადოთ ამ კითხვაზე პასუხები გავცეთ, გარკვეულ კითხვებს პასუხები გავცეთ და ჩვენ თავს შევხედოთ გამომდინარე აქედან, მე ჩემ თავს შევხედავ, თქვენ თავს შეხედეთ და თამდაბლად, მორჩილად შევეცადოთ, რომ საკუთარ თავს არ მოვერიდოთ და უთხრათ, დაუსვათ დიაგნოზი, რომ ვარ თუ არა მართლმადიდებლები, მიუხედავად იმისა ამხსარებელ მაზიარებლები ვართ, ეკლესიის წიაღში ვდგევართ, რა არის მართლმადიდებლობის სიღრმე, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, რომ იმაზე დიდი ზიანს ვერ მიაყენებს მართლმადიდებლობას ვერავინ, ეკლესიას ზიანს ვერ მიაყენებს გარემტერი. ყველაზე მეტად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის წიაღში არიან, რომლებიც წარადგენენ მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას ისე, როგორადაც მათ გონიათ და აი ესე მიაქვთ ადამიანებისადმი და ხშირად გარეთ მყოფი ადამიანები გვეუბნებიან, რომ ასეთი მართლმადიდებლობა, ასეთი ქრისტიანობა მათთვის უცხოა და მათ არ უნდათ. ამიტომ შევეცადოთ, რა არის მართლმადიდებლობა, გავიგოთ. მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველანაირად უნდათ, რომ წარმოაჩინონ, რომ რაღაცა მართლმადიდებლობა არის თითქოს გარკვეული ქრისტიანული იდეოლოგია,
ვიღაცას უნდა მართლმადიდებლობა წარმოაჩინოს როგორც რაღაცა კულტურული ისეთი ნაწილი, ვიღაცას უნდა რომ პოლიტიკის რაღაცა ნაწილად გამოიყენოს, ვიღაცას უნდა რომ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური მხარე მიანიჭოს მაგას, რომ თითქოს ეკლესია იმისთვის არის, რომ ისე იგი მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს და მეტი არაფერი სხვა მთავარია სიკეთე აკეთოს ადამიანმა და სხვა მართლმადიდებლობას თითქოს ეგეთი, ანუ უფრო მეტი სიღრმე არ აქვს. ამიტომ ხვდებით, რომ შეუძლია ათეისტმაც აკეთოს შენზე მეტი კეთილი საქმე და ხვდები, რომ მხოლოდ ეს არის მართლმადიდებლობა. ამიტომ მათ შეგნებულად უნდათ, რომ გამოიყვანონ მართლმადიდებლობა მთავარი დანიშნულებიდან და ხშირად ჩვენი ხელით აკეთებენ ამას. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ თვითონვე განვიკითხავთ ეკლესიას და განვიკითხავთ მის ქმედებებს ზოგადად სოციალურ სივრცეში და ზოგადად ადამიანების წინაშე და ჩვენ თვითონვე ვართ ხოლმე უკმაყოფილო, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ გვესმის ქრისტიანობის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის სიღრმე სარწმუნოების. აი თუ კი ჩვენ ამის სიღრმეს გავიგებთ, მაშინ უბრალოდ ჩვენი გულიც დამშვიდდება. მივხვდებით, რომ ჩვენი დანიშნულება და ჩვენი მოწოდება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს წუთისოფელი გვეუბნება, რომ უნდა ვიყვეთ, ვიდრე პოლიტიკოსები გვეუბნებია, რომ თქვენ ახლა აქ უნდა იდგეთ, ვიდრე ისე იგი ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები, ისინი გვეუბნებია, რომ აი ეკლესია აქ უნდა იყოს, ქრისტიანები აქ უნდა იყვნენ და ჩვენც დაბნეულები ვართ ხოლმე, გამომდინარე აქედან ვერ ვიგებთ, რომ ანუ როგორ არის იცი, თითქოს ვეთანხმები ადამიანს, იმიტომ რომ არასწორს თითქოს არაფერს იძახის. რატომ? იმიტომ რომ სიღრმე მართლმადიდებლობისა არ გვესმის და არც გვინდა რომ ამას გავყვეთ. ამიტომ გამოდის იქიდან, რომ მართლმადიდებლობას განა ჩვენ ვგრძნობთ რა არის. არამედ გარედან რასაც გვეტყვიან თურმე ეგ არის. გარედან რასაც გვიკარნახებენ რომ მართლმადიდებლობა ეს არის, აი ეს არის თურმე და ხშირ შემთხვევაში ეკლესიის წევრებში არის ეს ადამიანები, რომლებიც სასულიერო პირები ზოგი, ანუ ვიცით თავმდაბლობის გარეშე, ისეთ იმის გარეშე, რომ აი თითქოს ადამიანში არის გაცოცხლებული მთელი მართლმადიდებლური სწავლება და მას უნდა დაუჯერო და მას უნდა გაყვეთ. მოდი აი ეს მცირეოდენი შევეცადოთ, უბრალოდ კითხვებს გავცეთ პასუხები და თქვათ, რომ რა არის მართლმადიდებელი ეკლესია. რა არის ეს? ეს არის ქრისტეს სხეული პირველი, ხო? ეს არის ქრისტეს სხეული. ამიტომ ჩვენც ვართ მოწოდებული, რომ ვიყვეთ ქრისტეს მსგავსი ადამიანები. ანუ მართლმადიდებლობა პირველი, ეს არის ღმერთის შეცნობა და მისი ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. ღმერთი უნდა შეიმეცნოს ადამიანმა და ჭეშმარიტებით უნდა თაყვანისცეს. ღმერთი უნდა იყოს მის ცხოვრებაში პირველ ადგილას, ვისი შემეცნებაც მის ადამიანისთვის იქნება ყველაზე მთავარი რამ, რაც კი ადამიანმა უნდა გააკეთოს. და მისი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით. ანუ ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ სული ვიპოვო და ამ სულმა თაყვანისცეს ღმერთს. ანუ შეიცნოს ღმერთი ჩვენი პიროვნების თვალი, ესე რომ ვთქვათ, ღმერთის დასანახად ეს არის ჩვენი სული და ეს სული, როდესაც იპოვის და შეიმეცნებს ღმერთს, შემდეგ სულით და ჭეშმარიტებით, ანუ ჭეშმარიტებით თაყვანისცემს მას. მეორე, ეს არის საოცარი რამ, რომ მართლმადიდებლობა არის, როდესაც ადამიანი ქრისტეს იპოვის და ღმერთს იპოვის, საოცრად განდიდება. აი ეს შეხვედრა, როდესაც ხდება ადამიანისა, როგორათაც დღეს ქრისტე და ნათანაელი შეხვდნენ ერთმანეთს. აი ეს შეხვედრა ყოველას ცხოვრებაში უნდა მოხდეს. ნათანაელი ვინ იყო? ნათანაელი იყო, არ გავაგრძელებ ამას, მე ბევრჯერ მithქვამს ამაზე, ერთი კეთილგრძალული ქრისტიანი, რომელიც ღმერთს ევედრებოდა, რომ მესია მოსულიყო, რომ ეხსნა თვითონაც და მისი ესეთი დაჩაგრული ერი. და ერთ დღეს ლეგვის ქვეშ ზის ესე და აი ამ ლოცვაში არის განგრძალული, როდესაც მოვა მისი ძმა და ეტყვის, რომ მესია გამოჩნდაო, პოვეთო მესიაო, რომელიც ნაქადაგები არისო და ნაზარეთიდან მოსულიო და განაო ნაზარეთითო შეიძლება რამე კეთილი იყვესო და მოდი შენ თვითონვე და ნახეო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოდი და შენ თვითონ ნახე. მოდით მართლმადიდებლობა თქვენ თვითონ ნახეთ, მოდით ქრისტე თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ შეხვდით. არა ლოზუნგებით, არა გარკვეული რაღაცა მოწოდებებით, არამედ პიროვნულად მე და ქრისტე, მე და ღმერთი. აი ეს გამოცდილება უნდა კონდეს ადამიანს. თუ ეს გამოცდილება ადამიანს არ აქვს, თუ კი ერთხელ მაინც შენ ცხოვრებაში ღმერთთან შეხვედრის დროს არ დაგავიწყდა ყველაფერი საკუთარი თავიც კი, თუ კი შენ არ დაგავიწყდა ზოგადად შენი ოჯახის წევრებიც კი და ჯერ კი
ჯერ კიდე ღმერთი არ მოსულა შენთან, არ შეხვედრი ხარ შენ, იმიტომ რომ ღმერთი როდესაც მოდის ადამიანთან, ის იმხელა სიხარული მოაქვს და ისეთი საოცარი განცდა მოაქვს, რომ ადამიანს თითქმის ყველაფერი ამ წუთისოფლისა ტკივილი ხო გავიწყდება და მერე კიდე ის რაც ამ წუთისოფლის სასიხარულოა, ისიც გავიწყდება და აი როდესაც ნათანაელი მოდის და ქრისტეს უნდა შეხვდეს, ქრისტე ეუბნება მას, რომ აჰა ჭეშმარიტი ისრაელიტელიო, აი ნამდვილი, ესე რო თქვას ვინმე, მაგერ ნამდვილი ქრისტიანი, რომლისა თანა ზაკვა არ არისო. ნეტა ახლა ქრისტე რო შემოსულიყო აქ, როდესღაც 2000 წლის წინ განკაცდა და მოვიდა, რომელიც იერუსალიმის ტაძარში შევიდა და გამორეკა იქიდან ადამიანები, რომლებიც არასათანადოდ იქცეოდნენ ტაძრის სივრცეში, ზოგადად ღმერთთან დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი ჰქონდათ. სულ ვიძახ ხოლმე ახლა რო ქრისტე შემოვიდეს, აი ამ წირვის შემდეგ დგევართ ყველანი აქ, თითქმის უმეტესობა ნაზიარები, აი უფალი რას იტყოდა, ნეტა იტყოდა ყველა ჩვენთაგანზე, ან ჩემიდან დავიწყოთ, მამაო შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტეს მღვდელი? ჩვენზე იტყოდა, რომ თქვენ ხართ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რატომღაც გონია, რომ ასე არ იქნებოდა და აი ეს შეხვედრა ჭეშმარიტი ისრაელიტელი და ნათანაელი იძახის, საიდან მიცნობ მე უფალო? საიდან მიცნობ მე, რა იცი რომ მე ჭეშმარიტი ისრაელიტელი ვარ? ანუ საიდან მიცნობ რომ მე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ და აი იქ რო იყავიო, სანამ შენი ძმა დაგიძახებდაო, შენი მეგობარი დაგიძახებდაო, იქ ლეღვის ქვეშ რო იჯექიო და რო ლოცულობდიო, იქ გნახე მეო. და ნათანაელი მიხვდა ერთ რამეს, რას მიხვდა? იქ იმ ლეღვის ქვეშ როდესაც იჯდა, მხოლოდ მან იცოდა რას აკეთებდა და მხოლოდ მან იცოდა რომ ის იყო, ანუ განმარტოვება ღმერთთან და ღმერთთან ლოცვა და პირისპირ დადგომა ღმერთთან და ამ დროს ნათანაელი ხვდება, რას ეუბნება, რომ შეხედა და იძახის, რაბი, შენ ხარ ძეხვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა, ნიშნავს რას? შენ ხარ ის, ვისაც ველოდებ. იმიტომ რომ შენ ის მითხარი, რაც არავინ არ იცოდა. შენ იქ შემეხე გულში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მე ვიცოდი ეს გულის მდგომარეობა. და ეს საოცარი რამ ხდება, რომ აი ეს აღიარება არის და საოცარ ამეს იღებს ქრისტესაგან, რომ შენო ეს გაგიკვირდაო. მხოლოდ და მხოლოდ ეს გაგიკვირდაო, რომ აი გითხარიო, რომ იქ გნახეო. გეუნები უფრო სამად საიხილო. აი ეს უფრო ის ამად საიხილო არის მართლმადიდებლობის სიღრმე. ჩვენ გავაჩერეთ ეს. ჩვენი განვითარება მართლმადიდებლობის სიღრმეში გავაჩერეთ. ჩვენ რაღაცა დავკმაყოფილდით იმ ესე იგი რელიგიურობით, რომელიც დღეს გვაქვს, იმ პოზიციონერობით, რომელიც თქვა საზოგადოებაში გვაქვს, იმ წარმატებული თითქოს პოზიციით, იმიტომ რომ უმრავლესობა თითქოს ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს, რომ ქრისტიანული ფასეულობებისა და ღირებულებების ისე მაინც თუ კი ღიათ არა, შინაგანად მაინც ხარდამჭერი არის ჩვენი საზოგადოება და ჩვენ გონია რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მართლმადიდებლობა, არ არის ეს. ესეთი მართლმადიდებლობა მარცხდება. იმიტომ რომ იყო პერიოდი, უხთოთა პერიოდი, როდესაც დევნიდნენ ქრისტ მართლმადიდებლობას, როდესაც ძალიან უმცირესობაში იყვნენ, როდესაც სამღვდელოება ძალიან ცოტა იყო, ერიც ძალიან ცოტა იყო ტაძარში და ეს გახსოვთ თქვენი ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ რაოდენობრიობა და საზოგადოებაზე გავლენა საკუთარი ქრისტიანული აზრებისა, ეს არ არის მართლმადიდებლობა, იმიტომ რომ ამის დამარცხება რიცხობრივად შესაძლებელია და ჩვენ ეს ვნახეთ. რაღაცა შეზღუდვა და დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ მართლმადიდებლობა სხვა რამ არის, უფრო ის ამად საიხილო. ანუ თუ კი ჩვენ ამ სიღრმეებში არ გვინდა რომ ჩავიდეთ, თუ ჩვენ არ გვინდა რომ ქრისტიანობა იმ სიღრმისეულად დავინახოთ, მაშინ ჩვენ როგორ გითხათ ისი, ჩვენშივე დაუმარცხდებით. ჩვენში დამარცხდება მართლმადიდებლობა და ეს წუთისოფელი ჩვენ წაგვაქცევს და გვაჯობებს აუცილებლად. ამიტომ ეს არის ისე იგი ღვთის ჭეშმარიტი მსახურის, ანუ ღვთის ჭეშმარიტი მსახურის შეხვედრა ღმერთთან და ეს ანუ ღმერთი რო საოცრად გიბრუნებს ადამიანობას. ანუ დღეს ბევრი რამეს იძახიან, რომ ესეთი უნდა იყოს ადამიანი, ისეთი უნდა იყოს ადამიანი, ბევრ რაღაცას საუბრობენ, მაგრამ მე გეუბნებით, ქრისტიანობამ, მართლმადიდებლობამ რა მნიშვნელობაც მიანიჭა ადამიანს, პიროვნებას, ასეთი არ მიუნიჭებია არავის. მართლმადიდებლობა დამიჯერეთ რელიგიაც კი არ არის, ყველაზე აღმატებული რელიგია არის. არსად არ არის ის, რომ ქრისტიანობა, ანუ არსად რელიგიაში არ არის ის, რომ ადამიანი ღმერთს ხვდებოდეს იმის გამო, რომ უკიდურესი დაცემულობიდან სიწმინდემდე შეეძლოს მიღწევა.
არსად რელიგიაში ესე რო თქვა არ არის ის მდგომარეობა რომ მარიამ ეგვიპტელის მსგავსად მცხოვრებმა ადამიანმა სიწმინდეს მიაღწიოს. ყველა რელიგია არის რისთვის, ანუ შენ რაღაცა დააშავე, არის რაღაცა მცნებები, ეს მცნებები უნდა დაიცვა, დააშავებ ამ მცნებებს, ვიღაცას სიკვდილით დასჯაც კი ემუქრება, ვიღაცას გარკვეულწილად მოკვეთა ემუქრება, ისე იგი გაგდება, ანუ საბოლოო ჯამში მართლმადიდებლობა ეს არის, ანუ ქრისტიანობა ეს არის, რომელმაც ადამიანს აღუდგინა საკუთარი პატივი და საკუთარი ღირსება. დაუბრუნა ადამიანს მიუხედავად მისი მწარე დაცემულობისა, მისცა საშუალება იმისა, რომ ის წამოდგეს და არა მხოლოდ წამოდგეს, არამედ წმინდანათაც კი იქცეს და მისი ცხოვრება ეკლესიის წიაღში იყოს მოკლედ წარმოდგენილი როგორც მაგალითი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ რაც არ უნდა ადამიანებმა, ისე იგი ტექნოლოგიური პროგრესი შექმნან, რაც არ უნდა ადამიანმა სამართლიანი საზოგადოება შექმნა, რაზეც ახლა დღეს ყველა ბრძოლობს, მათ შორის ჩვენ შორის მყოფი ადამიანების უმრავლესობა თითქოს სამართლიანი საზოგადოების შექმნა გვინდა, შეუძლებელია რომ ადამიანმა, როგორ გითხრათ, იცი მართლმადიდებლობა რას შვება, იცი ამ საზოგადოების შეკვრაში რა მონაწილეობას იღებს, ადამიანს შინაგანად ცვლის, შინაგანად ხედავს მას. ადამიანში რატოც არ მოწონთ მართლმადიდებლობა ზოგადად და ანუ იქნება თუ არა მართალი სიტყვა გაჯერებული, ქრისტეს მართალი სიტყვა და სახარებისეული ხმა იქნება თუ არა გაჟღერებული საზოგადოებაში, რა ხვდება იქიდან, რა ეჯახება იქიდან? ადამიანის ამპარტავნება, საშინელი ამპარტავნება, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს, ეგოისტური ამბიციური სურვილების გამთრევი ძალა. ადამიანს ისეთი სურვილები აქვს, ისეთი ეგოისტური სურვილები აქვს, რომ ქრისტიანობა ეჯახება თუ არა, მართლმადიდებლობა ეჯახება თუ არა, მასში საშინელ განწყობებს იწვევს, ეგრევე წინააღმდგომი ხდება და ასევე ყველაზე მეტად ეს არის ესეთი ავხორცობის, ესე რო ვთქვათ, გარყვნილი სურვილების ტირანია, რომელიც ადამიანში არის. ეს სამი რაღაც, რომელიც არის ამპარტავნება, ეგოისტური ესეთი საშინელი პირადი, ისე იგი მე მინდა და ესეთი სურვილები და ეს არის გარყვნილი და ბიწიერი ესეთი ტირანია ადამიანზე, რომელიც სურვილები გააჩნია ადამიანს. ამიტომ ნახეთ, ქრისტიანობა როდესაც გამოდის და მართლმადიდებლობა როდესაც საუბრობს ამ საკითხებზე რეალურად, ამიტომ არის წინააღმდეგობა იქიდან. ამიტომ არის რომ ისე იგი რთულია ადამიანისთვის გადააბიჯოს საკუთარ ამპარტავნებას, რთულია ადამიანმა საკუთარი ეგოისტური სურვილების გამწევი, რომ ადამიანს ფაქტობრივად ყოველდღე ეგენი ამოძრავებენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ ადამიანის მოტივირება. ადამიანებმა არიციან ქრისტესგან როგორ მიიღონ მოტივაცია, რომ უკეთესი გახდნენ მართლმადიდებლობაში, მაგრამ კარგად იციან, როგორ იყოს მისი ეგოისტური აზრები და ამ ეგოისტურმა აზრებმა როგორ შეიძლება, რომ გამწევი ძალა იყოს, ყოველდღიური თითქოს ჭყალებში ხალისი მისცეს ყოველდღიური ცხოვრებისა. ადამიანები ისვენებენ ამ ეგოიზმში. ადამიანები, ისე იგი, ზოგ შემთხვევაში, როდესაც ეგოიზმი იკლებს ადამიანისა, საშინლად ვარდებიან დეპრესიაში, საშინლად ვარდებიან შინაგან, ისე იგი, როგორ გითხრათ, შფოთში. რატო? იმიტომ რომ ჩემი აღარ გადის. მე, აღარ შემიძლია იმის გაკეთება, რისი გაკეთება შემეძლო. ჩემი სურვილები, ჩემი ისე იგი, მისწრაფებები, ჩემი ღირებულებები, რომელიც მანამდე მქონდა, ესენი აღარ მაქვს. და ამიტომ ეს ცვალებადობა ჩვენში, ეგოიზმის კლება და ქრისტესი შემოსვლა ადამიანის გულში, ზუსტად ეს პროცესია საშინელი, რომელიც ისე იგი, არ მოსწონს ადამიანს. ადამიანს იმედი აქვს იმისა, რომ ისე იგი მარსზე გაფრინდება, ადამიანს იმედი აქვს იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას სწავა და თითქოს ის ნანატრი სიმშვიდე, ნანატრი შინაგანი სიკეთე, რომელსაც ადამიანი და ბედნიერება, რომელსაც ეძებს, თითქოს სადღაც სხვაგან უნდა იყოს, უცხო პლანეტებზე, სადღაც ამის ძიებაშია ადამიანი და ერთ რამეს ვერ ხვდება, რომ ეს ამპარტავნება, ეს ეგოისტური სურვილები, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება, ეს გარყვნილი და ბიწიერი, ამაში არ გულისხმობ მხოლოდ სექსუალურ რაღაცებს, ამაში გულისხმობ ჩვენს, ისე იგი, ვერცხლის მოყარეობას, ამაში გულისხმობ ჩვენ გემოთ მოყარებას, ამაში გულისხმობ მე ჩვენს დიდების მოყარეობას, რომელიც ადამიანში არის, ეს ბილწი, ესე რომ ვთქვათ, ქრისტესთვის, ღვთისათვის მიუღებელი შინაგანი განცდები და განწყობები, მას გონია, რომ ამის გარეშე სადღაც აღმოჩნდება.
შენ რომ ზიხარ სადმე და სადღაც მიემგზავრები, ეს ამპარტავნება, ეგოიზმი და ეს ბიწიერი აზრები ადამიანს არ გტოვებს და შინაგანი მაინც შენი რჩება. სადაც არ უნდა წახვიდე და სადაც არ უნდა გაფრინდე, ადამიანი ისევ ეგეთი რჩევი. სადაც არ უნდა სამსახურში დაიწყო მუშაობა, სადაც არ გინდა სამსახურიდან სამსახურში გადახვიდე ადამიანი, რაც არ უნდა მაღალ თანამდებობაზე იყო ადამიანი და რაც არ უნდა თითქოს ქვეყნისთვის დიდ საქმეებს აკეთებდე, რომელიც ხალხს შეიძლება ხალხი ხედავს ამას, ერთი რამე უნდა გახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ამ შემთხვევაში ვერ იქნები ადამიანი თუ კი არ განთავისუფლდები საკუთარი ამპარტავნებისაგან, საკუთარი ეგოისტური გამწევი სურვილებისაგან და არ განთავისუფლდები ადამიანი აი ამ წუთისეულისეული ბიწიერი და გარყვნილი სურვილებისაგან, რომელიც ადამიანს გააჩნია. ამიტომ მართლმადიდებლობა ყოველთვის ასე ხმამაღლად იძახდა ხოლმე ამას. ყოველთვის ცდილობდა დაენახარა დღეს აი ხატთა თაყვანისცემა არის და რას ხედავდა. აი მაგალითად სულიერი თვალი დღესო თქვენ ხატებს უმზერთ, აგერ მაცხოვრის ხატი არის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არის. ქრისტიანი ადამიანის სულის თვალი აი ამ ხატს როდესაც შეყურებს, ის ცოცხალ ღმერთს ხვდება ამ შემთხვევაში. თუ არა და მაშინ კერპსახური გამოდის ადამიანი. ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატს და ამასთან ერთად თაყვანს ვცემთ მის პირველ სახეს. ჩვენ თაყვანს ვცემთ ნამდვილ ცოცხალ ჭეშმარიტ ქრისტეს და დედა ღვთისმშობელს. აი ეს განცდა უნდა კონდეს, მაგრამ ეს სწავლება კი აქვს ადამიანს. მაგრამ სული თვალი არის ამისთვის ცოცხალი. დაიხსენეთ, ოდესაც ჩვენ ხშირად ტაძარში შემოდივართ, სულაც საერთოდ დაკარგული გვაქვს შიში ღვთისა. უკრძალველები ვარ ძალიან, ხატებს ისე ჩამოვლით, რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სულის თვალი აი ამ ტაძარში მოსული იმ ვერ განჭრեց ქრისტეს, ვერ ხედავს ქრისტეს. საკუთარი ხატების კუთხესთან როდესაც დგევარ და ვლოცულობ, ის ნათანაელი, რომელიც ლეღვის ძირში იყო, მას გამოსახულება არ ქონდა, მას ქონდა ადგილი, სადაც ღმერთს ესაუბრებოდა. და ჩვენ კიდე დიდი პატივი გვაქვს გამომდინარე აქედან, რომ ჩვენ ვიხილეთ უფალი იესო ქრისტე, ვიხილეთ დედა ღვთისმშობელი და წმინდანები და მათი ხატი გამოსახული გვახსენებენ მათ პირველ სახეს. რამდენად უფრო ნათანაელზე უფრო მეტი მოგვეცა ჩვენ. ნათანაელმა არაფრის უკან ლეღვის ქვეშ მჯდომად განჭვრიტა და დაინახა ქრისტე, ხოლო ჩვენ ამხელა სიწმინდე მოგვეცა, ტაძრები მოგვეცა ესეთი, რომელიც ისე იგი ჩვენ საოცარი კულტურის ნაწილი არიან. მოგვეცა ჩვენი ხატები, რომლებიც ქართული იკონოგრაფია ერთ-ერთი მოწინავე და თვალსაჩინო იყო ხოლმე მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მოგვეცა ამდენი რაღაცა და ჩვენ ნათანაელის მსგავსად ისიც კი არ შეგვიძლია რომ გამჭვრიტოთ სხეულიანში უსხეულო, დავინახოთ ხატის უკან ცოცხალი ქრისტე, დავინახოთ დედა ღვთისმშობელი. აი ეს არის მართლმადიდებლობის თავისთავად სიღრმე, როდესაც ადამიანს შეგიძლია რა სამყარო შეხედო და ღმერთის დიდება ამოვიდეს შენი გულიდან. მართალი დიდება ამოვიდეს გულიდან. დაინახო უბრალო ადამიანი, დაინახო ყველა ადამიანი და თქვა, მადლობა ღმერთო, რომ ადამიანი დაბადე დედამიწაზე. მადლობა ღმერთო აი ამ საოცარი სილამაზისთვის, რომელიც სამყაროში არის. ანუ თვალი უნდა გქონდეს ადამიანს სულიერი, არა ეს ფიზიკური თვალი, არამედ სულიერი თვალი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ შენ სილამაზე დაინახო, სულიერი სილამაზე, განჭვრიტო ლოგოსები, განჭვრიტო ენერგიები, რომელიც ყველა აი ამ მთელ უზარმაზარ ქმნილების უკან დგას. მაგრამ ჩვენ ამის ნიჭი არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ აი ამ წუთისეულისეური ზრახვა გვაქვს. ჩვენ ამ წუთისეულისეური ისე იგი აზროვნება გვაქვს და გვინდა რომ ამაში წარმოვაჩინოთ მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არის იქ, სადაც არ არის სულიწმინდის მადლი, იქ სადაც არ არის მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, იქ მართლმადიდებლობა არ არის. იქ სადაც უბრალოდ გონებრივი ეგოისტური ბრძნობა არის ამა წუთისეულისეული, იქ სადაც ადამიანები თითქოს მჭერმეტყველებენ თუნდაც საღვთისმეტყველო საკითხებზე, აქაც არ არის მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არის იქ, სადაც არის მადლი ყოვლადწმინდისა სულისა. და ადამიანის გულში თუ კი არ არის მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, მაშინ მასში არ არის მართლმადიდებლობა. აი ეს არის უტყუარი რამ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.
მართლმადიდებლობა ეს არ არის აღსარება, ზიარება და ის ყოველივე რაც ქრისტიანობაში აღესრულება. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ ხატთა თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არ არის წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა, მართლმადიდებლობა არის სულიწმინდის მადლის მიღების სურვილი. უფალო, მინდა რომ ჩემი სული განიკურნოს, მე მინდა რომ ჩემი შინაგანი განიკურნოსო, მადლმა ყოვლადწმინდისა სულისამ დაიმკვიდროს ჩემს გულში. მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანი, ვინც ამას ისურვებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი. ადამიანი, რომელიც უბრალოდ გარეგნული რელიგიურობით გამოირჩევა, ადამიანი, რომელიც თუნდაც აეხლა წმინდა ნაწილებს გამოვაბრძანებ ჩვენ, ხატს ემთხვევი, უბრალოდ წმინდა ნაწილებს ემთხვევი ადამიანი და არ გაქვს გამიზნული ის, რომ უფალო, შენი სულიწმინდის მადლი მომანიჭე, იმიტომ რომ ხატიც და წმინდა ნაწილებიც იმიტომ არიან ძალის მქონენი, რომ მასში ყოვლადწმინდა სული არის. წმინდანთა ნაწილები იმიტომ არიან დიდი, რომ ისინი, როდესაც ეზიარებოდნენ, მათში ყოვლადწმინდა სული მკვიდრდებოდა და როდესაც გარდაიცვალნენ, მათი წმინდა ნაწილებიც გაჟღენთილი არის ზიარებით, გაჟღენთილია სისხლის, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით და მაშასადამე ეს ნაწილები სავსე და გაჟღენთილი არიან ყოვლადწმინდა სულით გაჟღენთილები არიან. ამიტომ, როდესაც წმინდა ნაწილთან მიდიხარ, ამიტომ, როდესაც ხატების თაყვანისცემასთან მიდიხარ, უნდა გაგახსენდეს ერთი რამე, რომ უფალო, გევედრები განკურნე ჩემი სული, განკურნე ჩემი ამპარტავნებისაგან, განკურნე ჩემი ეგოისტური ძალებისაგან, რომელიც მიმათრევენ მე, რომელსაც ვემორჩილები და ვემონები, განკურნე მე ბილწი და ბიწიერი ამ წუთისოფლისეული სურვილებისაგან, რომელიც გამაჩნია მე და მომანიჭე გევედრები მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, რომ ვიგრძნო, რომ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. სამწუხარო არის, აი უმეტეს შემთხვევაში დღევანდელ დღეს ადამიანებს ესაუბრები მართლმადიდებლობაზე, ადამიანს ესაუბრები ეკლესიურ ცხოვრებაზე და ადამიანი ვერც კი ხვდება ამას. დღეს რომ თქვენ გითხრათ ვინმემ რომ ამიტომაც არის ჩვენი მისიონერული ცხოვრება ძალიან ნოლამდე არის თითქმის დასული. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანებს გაუზიაროთ რომ რა არის მართლმადიდებლობის სიღრმე. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი მოდი სანთელი უნდა დაანთო, იცი ჩვენთან ეკლესიაში ესე ხდება, ისე ხდება, ლამაზი მსახურება არის, გალობა არის, ვიღაცა ამის გამო მოდის და ამიტომ არ არის მართლმადიდებლობა. ვიღაცას მოდის უბრალოდ გარკვეული ნუგეშისათვის, რომ ტკივილი მიადგა ამ წუთის სოფელში და აღარ იცის ადამიანისაც წავიდეს და ფსიქოლოგიურად რაღაცა შინაგანად უჭირს და ამის გამო მოდის ეკლესიაში და ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არის მართლმადიდებლობა. არ არის მართლმადიდებლობის სიღრმე. არ წარმოვაჩინოთ ჩვენ წუთისოფლის წინაშე, არ დავამდაბლოთ მისი ამხელა მონაპოვარი, რომელიც ქრისტეს განკაცებამ მოიტანა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ორი მცნების გარშემო არის მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება რა. პირველი, ეს არის, რომ ქრისტე განკაცდა დედამიწაზე, ანუ ღმერთი მოვიდა დედამიწაზე და ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება და მეორე, ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს. აი ეს ორი მცნება გახსოვდეთ, რომ მართლმადიდებლობა იწყება იმით, რომ ქრისტე განკაცდა, მოვიდა და ადამიანური ბუნება შეიმოსა, მოგვიწოდა იმისკენ როგორები უნდა ვიყოთ. ქრისტემ დაგვანახა სახე ნამდვილი ადამიანისა, მართლმადიდებელი ადამიანისა და ზოგადად ადამიანისა როგორი უნდა იყოს და მუდმივად ამ ადამიანს უნდა ახსოვდეს ერთი რამე, რომ ჯოჯოხეთში სინანული არ არის, მარადიულობაში ცვალებადობა აღარ არის და ამიტომ გამომდინარე აქედან მთელი ჩემი ცხოვრება მართლმადიდებლურად უნდა განვლო ადამიანმა, რომ ღმერთი იყოს მუდმივად ადამიანის გულში, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით, როდის დავტოვებთ ამ წუთისოფლს, ჩვენ არავინ არ ვიცით, როდეს გავვალთ ამ წუთისოფლიდან და ისე იგი წავს დგები ღვთისა წინაშე, სადაც არ არის თვალღება, სადაც არ არის მეფე და მთავარი, სადაც არ არის მდიდარი და გლახაკი, სადაც არანაირი აქაური ისე იგი დეფინიცია არ არსებობს, რომელიც ამ წუთისოფლში არის, არც თანამდებობები არ არის, არაფერი არ არის, არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე, არის მხოლოდ და მხოლოდ სულიწმინდის მადლი, თუ არის ეს ადამიანში, მაშინ ის სასუფეველის მოქალაქე ყოფილა. ამიტომაც ეკლესიაც
დღეს ზუსტად აი ამ მისიონერობას უნდა ვეწეოდეთ ჩვენ ქრისტიანი სასულიერო პირისათვის, ეკლესიისათვის არ უნდა იყოს ეკლესიის წიაღში არანაირი მსგავსი დეფინიცია, დიდარი და ლახაკი, არ უნდა იყოს დეფინიცია ვიღაცის სოციალური გარკვეულწილად მდგომარეობა როგორი არის. ეკლესია ხედავს გახარებულ სიხარულით უყურებს ადამიანს, რომელმაც გადმოაბიჯა ტაძრის ზღურბლი და მან მოვიდა რისთვის, იმისთვის, რომ მან ქრისტე მოძებნოს. მას უნდა სულიწმინდის მადლის მიღება, მას უნდა სულიწმინდის მადლის მიღება, რომელიც არის სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. აი ამ მადლს ეძებს ადამიანი და ეს მადლი უნდა შესთავაზოს, ეს მადლი უნდა ასწავლოს ადამიანს, ეკლესიამ, სასულიერო პირმა, ჩვენ ყველამ უნდა ვასწავლოთ, რომ აი ამ მადლის გულის მისაღებად არის ქრისტიანი ადამიანი მოსული ეკლესიაში და არა უბრალოდ იმისთვის, რომ წეს დადგენილებები და ტიპიკონური მსახურებები შეასრულოს. რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი არის. რა თქმა უნდა, ამაში არის უდიდესი სიღრმე და სილამაზე იმ ტექსტებში, რომელიც არის, მაგრამ დღეს ადამიანს შეუძლია ბევრი რამ წაიკითხოს, მაგრამ დარჩეს მისი გული ისევ გაყინული, გაციებული ქრისტეს მადლის გარეშე, სულიწმინდის მადლის გარეშე. ამიტომ ეკლესია ხარობს, როგორც ზეცა ხარობს ერთი მონანული ადამიანისათვის, იმისათვის, რომ მან საკუთარი ნებით გადმოაბიჯა ეკლესიის ზღურბლს და მას ის ღმერთს ეძებს, ეს არის უდიდესი სიხარული. არ შეიძლება ეკლესიამ დაძალებით გააკეთოს ეს ყველაფერი, ადამიანებს აიძულოს, რომ ქრისტესთან ურთიერთობოს. ქრისტესთან ურთიერთობა ეს არის თავისუფალი ნაბიჯი ღმერთის მაძიებელი ადამიანისა, ეს არის სულიწმინდის მადლის მაძიებელი ადამიანის ნაბიჯები, რომელიც მას უნდა რომ გადადგას ეკლესიის წიაღში. ამიტომ ღმერთმა ინებოს ჩვენი ფარველის დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ჩვენი უდიდესი წმინდანების, რომელიც ისე იგი დასები არის ცათასასუფეველში, რომელსაც ევედრება ეკლესია ყოველდღიურად ხსენებულ წმინდანებს თუ ზოგადად წლის განმავლობაში, ვისაც იხსენიებს, ჩვენი უდიდესი მართლმადიდებელი წინაპრების ლოცვითა და მეოხებით, ღირსი მამების, მოწამეების, მეფეებისა და დედოფლების, კათალიკოს პატრიარქების, მათი ლოცვითა და მეოხებით ღმერთმა ინებოს ეკლესიის მართლმორწმუნეობა, ეკლესიის წევრების ძებნა სულიწმინდის მადლისა და არა უბრალოდ გარეგნული ფორმებისა, რომლითაც ჩვენ მოკლედ კიდევ ვიმეორებ ამას, რომ დიდად ვერ შევძლებთ გაუწიოთ წინააღმდეგობა ან თუნდაც ცუდ ტერმინს ვეთქვი, მაგრამ კონკურენცია გაუწიო შენ ბრძნობაში და რაღაცა მჭერმეტყველებაში ამ წუთისოფელს, იმიტომ რომ ამ წუთისოფელს აქვს მთელი ამ სამყაროში არსებული ინფორმაცია, რომელითაც შენ ვერ აჯობებ. ერთადერთი რამით, რითიც შეგიძლია შენ აჯობო მას, ეს არის მადლი ყოვლადწმინდისა სულისა. მადლიანი ადამიანი არისო, რო იტყვიან. შეხვდები ადამიანს და ხვდები, რომ რა მადლიანი ადამიანი არის. არაფერს არ აკეთებს, არც დიდად არ ლაპარაკობს, არც დიდად არ მჭერმეტყველებს, არაფერი შეიძლება დიდი განათლებაც არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ შეხედავ ამ ადამიანს და მისგან საოცარი სიხარული, საოცარი ესეთი სინათლე, რომელსაც დღეს ვერ დაინახავ ადამიანებში, იმიტომ რომ ადამიანები უფრო მეტად გაზრდილები არიან, შინაგანად გაზრდილი ადამიანებში ამპარტავნება, ეგოიზმი და ბიწიერი სურვილები, მიწიერი სურვილები, რომელიც ადამიანს გააჩნია და გაუხეშებულია ადამიანის გული. მოდით, ღმერთმა ინებოს ამ მარხვის ასპარეზზე ყველას ესეთი გული გაგვიხადოს. ღმერთმა მართლმადიდებლობა განამტკიცოს ჩვენს გულში, განამტკიცოს ჩვენს სამრევლოში, განამტკიცოს ეკლესიაში და განამტკიცოს ჩვენს ერში და სოფლიოში განამტკიცოს. მრავალი ადამიანი სურვილი აღძრულიყვეს, რომ მადლი ყოვლადწმინდისა სულისა მიიღონ და აი იმ ბედნიერებას, რომელსაც ისინი ხან სხვა ქვეყანაში, ხან მთებში, ხან წმინდა მიწაზე, ხან იერუსალიმში, ხან ათონის მთაზე, ხან ამა თუ იმ ადგილებში ეძებენ, თვითონ ვერ ხვდებიან ერთ რამეს, რომ რაც არ უნდა წმინდა ადგილებზე მიხვიდე, რაც არ უნდა შენ მოილოცო და მიეახლო იმ უდიდეს სიწმინდეებს, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს ადგილი, თუ შინაგანად სულიწმინდის მადლს არ ეძებ,
თუ შინაგანად მადლი არ შემოდის ადამიანში, იქ მართლმადიდებლობა არ არის. არც ბედნიერება, არც სიხარულია ნამდვილი, არც თავისუფლებაა ნამდვილი, არც სიყვარულია ნამდვილი, არაფერი ნამდვილი არ არსებობს. სინამდვილე, ჭეშმარიტება არის ყოვლადწმინდა სულში. მე მამა გაბრიელის საოცარი ფრაზით დავამთავრებ ჩვენს საუბარს. ადრე ამას ვკითხულობდი ხოლმე, დიდად ვერ ვიაზრებდი ამას, მე თქვი რა არის, ვერ ვიგებდი, მაგრამ დღეს უფრო და უფრო მეტად ხვდები, რასაც მამა გაბრიელი იძახდა და აი საოცარი სიწმინდე, რომელსაც ეს ადამიანი აი იმ გულით ატარებდა, აი ამ ერთ ფრაზაში შემიძლია გამოვხატო, რომ ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. ანუ ნახეთ რა არის სულის უკვდავებაში. ანუ ყოვლადწმინდა სულით გაჯერებულ ადამიანის სულში არის ჭეშმარიტება. მხოლოდ ეს ადამიანი ხედავს ჭეშმარიტებას და მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია შეხედოს სამყაროს, ადამიანს, ზეციურ სამყაროს, ისე როგორათაც ამას უყურებდნენ სულიერი თვალით მომზირალი ჩვენი დიდი წმინდანები. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა, რომ ჩვენ ყველანი განვიწმინდოთ საკუთარი გულით, დავტოვოთ ჩვენი პირადი ემოციები, პირადი გზნობები, ჩვენი ცოდვები, ჩვენი მიდრეკილებები, საშინელი, რომელიც გვტანჯავენ, რომელიც თავისუფლების სურვილს და თავისუფლების, ესე რომ ვთქვათ, აი საშუალებას არ გვეძლევენ ჩვენ ადამიანებს და ღმერთმა განამტკიცოს ჩვენში ყოვლადწმინდა სულის მადლი. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა. არასოდეს არ განეშოროთ მართლმადიდებელ ეკლესიას, არასოდეს ამ წიაღში ღმერთმა ინებოს, რომ ამოგვხდეს ყველა სული და მივაბაროთ ეს ჩვენი სული ყოვლადმოწყალე ღმერთს. ამინ. გახარებული გამყოფოთ ღმერთმა.